ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი სპიკერი და შესაძლოა წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ახლა რომელიც დაწინაურებულა თუ არ ვხვდები აჭარაში, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს ფოტოგრაფებიო ჯაშუშები არიან და ჯაშუშობის გულისთვის არიან დაკავებულებიო. სიმართლე ასე შეფასა ფაქტმეტყმა ლევან სამუშიას ეს განცხადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გიორგი ბუხრაშვილი მედიასთან ამდენჯერმე გამოჩნდა. მან როგორც დეტექტივმა კომენტარი გააკეთა ფოტოგრაფების საქმეზე და თქვა, რომ დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდნენ. დეტექტივების სამმართველო შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში და აღნიშნულ უწყებას იმ დროს ვანო მერაბიშვილი ნამდვილად ხელმძღვანელობდა. მისი მინისტრობის პერიოდში ბუხრაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა კიდევ რამდენიმე რეზონანსულ ინციდენტზე. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის სისტემაში დარჩა. ტევპიროლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბუხრაშვილი იყო ის პოლიციელი, რომელიც 2021 წელს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაშიც მონაწილეობდა, როგორც ნაძალადევის პოლიციის უფროსი. მოგვიანებით ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 აპრილს შინაგან საქმეთა სამმართველოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. აქედან გამომდინარე ლევან სამუშიას განცხადება, რომ ბუხრაშვილი ის პოლიციელია, ვინც ფოტოგრაფებს ჯაშუშობას აბრალებდა, სიმართლეა, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.